ფერეიდნელი ქართველი საიდ მულიანი წერდა: ერთმა ეგვიპტელმა ლექტორმა მითხრა, უდიდესი ცივილიზაციის და ხალხის რაოდენობის მქონე ეგვიპტე 7 საუკუნის განმავლობაში ქრისტიანული ქვეყანა იყო, მაგრამ არაბების ერთი შემოტევა დაგჭირდა, რომ მთლიანად გავმუსულმანებულიყავით. და ვინ ხართ ქართველები ასეთი, რომ 1400 წელიწადი უდიდესი ისლამური იმპერიები ყველა მხრიდან გებრძოდნენ მარტოდ დარჩენილებს და დღემდე ქრისტიანები ხართ და თან ყველაფერი თქვენი შეინარჩუნეთო. ფაქტია, რომ 8-ჯერ შემოგვესია 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში თემურლენგი, თითოეული შემოსევა რამდენიმე თვე გრძელდებოდა სრულმასშტაბიანი ომით და უდიდესი ბრძოლებით და აღმოსავლეთ საქართველო მიწასთან გაასწორა, მაგრამ საქართველო ეთნიკურად და რელიგიურად წელში ვერ გატეხა. ამავე პერიოდში ერთადერთი შესევა დასჭირდა ჩრდილოეთ კავკასიაზე, რომ მთელი ჩრდილოეთ კავკასია გაეტეხა და გაემუსლიმებინა. ეს არის ისტორიული ფაქტები, ქართველების ეს გამძლეობა სასწაულების რანგში გადის, რომელიც არანაირი მითოლოგია არაა და გადამოწმებადი ინფორმაციაა. სოფიკო სოხაძე წერს: დევიდ ლენგმა, ცნობილმა აღმოსავლეთ მცოდნემ და ქართველოლოგმა ასეთი რამ თქვა: საქართველოს ისტორიას რომ გაეცნობი, ღმერთს იწამებ, რადგან არანაირი ობიექტური საფუძველი იმისა, რომ ამ ერს აქამდე მოეღწია, არ არსებობს. ჩემის მხრიდან დავამატებ, თან მოაღწია ისე, რომ ეროვნული რაობის მაიდენტიფიცირებელი აღნიშნული არც ერთი მდგენელი არ დაუკარგავს და როგორც კი სული მოითქვა, იმავე საუკუნეში მსოფლიოს მისცა არაერთი მეცნიერი, ხელოვანი, დიდი სახელმწიფო მოღვაწე. ამიტომ ბარიმედით, სიკეთის მოლოდინით ახსავსე, უფალმა დაიფაროს საქართველო.